ძირფასო მეგობრებო, მივესალმოთ ჩვენი განაცემის სტუმარი მიშა შვილდაძე. გამარჯობა ბატონო მიშა. გამარჯობა, ესე იგი წლის შეჯამებებზე მოვყავ. იმიტომ რომ განსაკუთრებული წელი იყო, ხო? ეს ნუ კი დარჩა ერთი ორი კვირა მესმის, მაგრამ წელი მაინც იყო რაღაცნაირად გამორჩეულად განსაკუთრებული. ბევრი უარესი და უარესი. ხო, ანუ ესეთი წელი არ გქონია, ხო? მოდი ესე ვთქვათ. როგორ შევაფასებთ, ხო? წელს ახლა რას შეიძლება შეადარო. ამ ქვეყნის ყველაფრის მნახველ თითქოს ისტორიაშიც კი რავი ძალიან ძნელია რა რომ იპოვნო რომ ეხლა ეს ვითარება რას გავს ყველაზე მეტად მაგრამ ვერაფერს იმიტომ რომ ეს იყო რაღაც აბსურდებით გამოტენილი და აი რა ვიცი როგორ შევაფასო ტყუილებით და რავი ღალატი აი თუნდაც ბოლო გაზაფხულზე დააბრუნეს რუსული კანონი ხო რომელზეც შარშან რო აი ეს ეხლა რაც ხდება იგივე ამბავი ხო იყო შარშან გაზაფხულზე ხო იყო ბათქაბუთქი შეხლა შემოხა 3-4 დღის მერე კაიო გავიწვიეთო ოკეი ხუთქეს დააბრუნებთო მე ნახე ჩვენს ბიჭო ნახე როგორ გავიზარდეთ როგორი ეჭვიანები ვართ უკვე რომ ტიპმა კანონი შემოიტანა გადავა ეს ხდებოდა და ოკეი უკან გამაქო თქვა და პირველი კითხვა ეგ გაგვიჩნდა რომ ხო არ დააბრუნებ შენა გაიგე ვკითხეთ თან ვკითხეთ ბიჭო ხო არ დააბრუნებ გამოვიდა მდინარეზე რას ლაპარაკობ ამისი დაბრუნების შანსი ამის დაბრუნება ხო თვითონ მართალს ამბობს ამის და ეხლა ჩვენ ეს რაც ვილაპარაკეთო ახლა რასაც ვამბობო ამის მერეო რომ ეგ კანონი დავაბრუნოთ მეო ადამიანი ვიქნებიო გავიდა ზუსტად ცოტა უტრირებ შეიძლება მაგრამ პათოსი ხო ეს ხონდა ეხლა ზუსტად ამ სიტყვებით შენ მაგრამ ეს ხო არა როგორ გეკადრება თუ ესე რა ცოტა მოგვერიდა რომ აი ბატონო ბოდიში ეთქობა ზედმეტად მიეჭვიან გაიგებთ ჩვენ ხო ისევ მაგრად გაგვაეჭვიანეს თო ხო გადაგვაგდო კაცო პროპორციულზე იქ არ ვიდე იმეს უიქვიდე აბა ხალხო დიდი გამარჯვება პროპორციული მოვიპოვეთ და გამოვიდა პროპორციული არ იქნება არ გამოვაო რა იქ მე ისა ხო დავითვალეთო 30 მაჟორიტარი მჭირდება მაგის მე ეხლა შარშანაზე და წელს ხო მაინც დააბრუნეს მაგის ხო ვკითხეთ ხო არ დააბრუნებთო არაო მაგრამ მაინც დააბრუნა არა მართალია ბოლო ტყუილიც ის ძალიან სასაცილო იყო ესპანეთი რუმინეთი და იტალია რო თქვა რომ ესენი ხმას არ აძლევენ ჩვენს დასანქცილებასო და ხარი დაგვიჭირესო ანუ რა ეგონათ რომ იმათ ქართული არ იციან ხო აი სულ ეგ შეგზდება მაგრამ რომ ამას იმიტომ ლაპარაკობენ რომ შეიძლება იმათ არ ესმოდეთ შეიძლება იმათ ისინი ვერ გაიგებენ იმიტომ რომ ისინი ხო გაიგებენ და ხო გაიგეს და თქვენს ოფიციალური წერილები და სირცხვილი ჩემი და ესპანეთი და ხო მაგრამ ამათ რა თქვენს ვერ გაუძლეს ზეწონას იმათ იტალიამ ვერ გაუძლო ზეწოლას გაიგე შენ 60 მილიონიანმა იტალიამ ვერ გაუძლო ზეწოლას ესპანეთმა 50 მილიონიანმა ზეწოლას ვერ გაუძლო ხო დინარაძე უძლებს ესე მაგრები არიან დგანან ესე აი თქვენ მოღალატეებო რუსებო უძლებენ გაიგე ხო ლაძღავებს თქვენ ქუჩაში ვერ გამოდიან მაგრამ სახში დგანან ეხლა კაია სუსტი საერთოდ ესპანეთია რა რავი იტალიასა ფეხბურთშიც კი რაღა მოუგეთ იცი რა უნდა კითხო აი მაგალითად ახლა ადამიანს რომ დასჭირდეს ხო ანუ რა გაუჭირდეს რაღაც ხო რეკავს 112-ში ხო პოლიციაში და დარეკო აი დღევანდელ სიტუაციაში სად უნდა დავრეკოთ ამბავს მოგიყვებით ხო იმაზე ბახუტაზე დაიჭირეს ცრუმოწმეებზე გიორგი ბახუტაშვილი რა ცოტაშვილის როლის შემსრულებელი ხა ყველა მიცი ეგ დაიჭერეს იმ დღეს დაიჭერეს ჩემი მეგობარი ლექსო მაჭავარიანი ო იცნობ ხო და
ერთად გადაიყვანეს გურჯაანში. ესე დაიჭერეს რობოკოპება აქედა და მე მოიყვანეს ის პოლიციელები, რომლებმაც ეხლა უნდა გადაიყვანონ და მე სასამართლოზე უნდა მოვიდე, რომ ვითომ მაგათ დაგაკავეს დაუმორჩილებლობისთვის. ხო, ეგ მაგალითად დაუმორჩილებელი არის და დასაკავებელი. რას მეუბნებოდი, რომ არ გემორჩილებოდი, მე იქ რო ეკითხები, არ ვერ გეუბნებია. მოკლედ, მიცა ნათლად ტყუილი ყველა პატარა ბავშვიც რომ მიხვდება, რომ იტყუება, ეგეთი ჩვენება ამ პოლიციელმა და მორჩა და გადისო და რო გადის ჯაუარა და ბახუტა იჯდა იქვე დარბაში, ესრებოდა ამის ლომასაც და იმასთან გაჩერდაო და ესე შეხედაო. ბახუტას? ბახუტას. შეხედა ესეო და წავიდაო. ვერ მიხვდით რა ხდება აქ და მე ბახუტა გვიყვებაო რა. რომ ამათო რომ დაგვაკავესო ჩვენ გურჯაანშიო რომ მივყავდითო. გზაშიო ვეუბნებოდიო რომ ბიჭო ეხლა შენაო რომ მოხვალო სასამართლოზეო და ცრუ ჩვენებას რომ მიცე რომ მოიტყუებიო. არ შეგწხვებაო თვალებში როგორ უნდა ჩამხედო. ჩახედა. ჩახედა. აი ეგრე ჩახედა. აი. დაიგე. აუ რა საშინელება. ანუ რავი ამაყება თუ რა. მაგალითად ეს გუშინ წინ იყო თუ არ ვცემი ნანუკა ქაჯაიას. აბაჭი. რომ გამოეკიდა ვიღაცა ბიჭი იყო მე. გესურიო რო ხო, ყავის ჭიქითო იყო. აი გესურიო და მე ნანუკამ მიაქცევინა მანამდე აგინებდა დიდხანს და გესურიზე პოლიცია იძულებული გახდა რომ აი მემუქრება და მიექცია ყურადღება რა. თორე ისე უყურებდა წყნარად ესე. და რა არა ყავის ჭიქას ვესრიო რა იმან ცოტა აი და მართლა ეხა ყავის ჭიქა ნაღდი ეჭირა ხელში რა ხო რო ყავის ჭიქა ვიგულისხმობ მართლა ყავის ჭიქა ეჭირა და ოკეი მაგრამ აგინებს თან კიდე დააკავეს აი ნახეთ კადრებია უწყვეტი ნახე კი არაფერს ვიგონებ ესე დაკავება ხო გინახავს როგორ აკავებენ აქციის მონაწილე ჩვენებს დღრაში ეს როგორ დააკავეს იცი ჩასვეს მანქანაში და იქით აქეთ რო ორი პოლიციელი ამოუსხდა ამან რა ქნა იცი პირველი ყავა მოსვა აი თავის ყავის ჭიქიანად წყნარად აი ეგრე ჩასვეს ყავა არ დაქცევია თქო ჩასვეს აი ეგრე დააკავეს რა და ყავა მოსვა ამან აქ წუთში მე ჩამოსვეს ზედა ქუჩაზე გამოვიდა ყავა წავიდა რა ეს პოლიციელები განადა დიახ ხო თან ყველაზე მაგარია კანონებსაც რო ახალ-ახალს გვაყრიან რა ეხლა მაგალითად ეს კანონი რომ თუ პოლიციელმა ივარაუდა რომ შენ მომავალში რამე დანაშაული შეიძლება ჩაიდინო ამის გამო შეიძლება დაგაკავოს ანუ ესე გიყურებს რა ეჭის თვალით რა გამოგხედა ეს რაღაცა ჩაიდეს ეს აი რა საქართველოს დროშა მოაქვს ეს უეთები რაღაცა აი მართლა ის არის სოფლიო სასამართლო პრაქტიკაში ეგეთი რამე პრევენციული დანაშაული მართლა ვერ მოძებნი რა პრეცედენტი არ არსებობს რამე ქვეყანაში ვერაფერს ვერ შეადარებ რომ იცით ეს მიიღეს კუალა-ლუმპურში დანერგეს პირველად და იქ მე რაღაცა ვერ მოყვები ვერაფერს რა მსგავსი არაფერი არ ხდებს სიგიჟია ანუ ამისთვის ვინმე სპეციალურად მოამზადებენ რაღაც გადამზადება შემოხედოს და რაღაც გიყურა თუ ნებისმიერ პოლიციელს აი მაგალითად ხო რომელი აი სა მახარას პოლიციელი გიორგი მახარაშვილის რო ეჩხუბება მახარა და ბახუტა არიანიქა და კიდე სანდრო კაკულია ბახუტა რო ეუბნება რომ 3 მეტრში იდექიო ჩემ წინო და მირწყავდნენო 10 წუთიო ბიჭო და არაფერს არ აკეთებდიო აი ეგ კაცი ეხლა რა 13-ში ცხვირწირო 10 წუთი ადამიანს ურტყავენ და ვერ ხვდება რომ იქ დანაშაულს ჩადიან აი მაგ პოლიციელმა ეხლა წინასწარ ბიჭო რანაირად უნდა მიხვდეს რომ ეს გაიგე 50 ნიღბიანი უდგას დედამო და სულსულებენი გეთი კაცი ცემეს მე კიდე ურტყავენ და ვერ ხვდება რომ ეხლა დანაშაული ხდება გაიგე რავი ეხლა იქნება რავი იცი რა უნდა კითხო ეს ნაძისხის გახსნის დღე ხო საინტერესო დღე იყო რა წინვალე დღე იყო მე ამდენი საჯარო მოხელე ბავშვი აი
ბავშვებით იყო სავსე. აი ამდენი პოლიციელი რომელიც ნაძვის ხეს იცავს. აი ეგეთი სურათი, აი ფოტოსურათი რომელიც დაიდო, რომ ამდენი პოლიციელი რაღაც აი ნაძვის ხეს იცავს, ანუ რო ჩამოვიდნენ. კოლონები რომ მოდიოდა რომ დილიდან მქონდა აი გეტყვი მართლა მაგ დღეზე, აი რასაც აპირებდნენ ხოცები, დილიდან მქონდა განცდა რომ ბიჭო რანაირად სიგიჟია რა არ გამოვა ეგა არ გამოვა რა ხალხი თავის გადის ქუჩაში დგება ხალხი დგას ქუჩაში და ანუ რა უნდათ რომ იქიდან პოლიცია მოაწვება ამ ხალხსა ესე ვიღეთი რომ დაიჭე ჩაცხებენ გადაწევენ ქაშვეც იქით მე ესენი შემოვლენ აქეთ და იქ ტარარირირირი ტარა ბაბუ ეხავე ბრაზგავ მუსიკა შემერავენ ჰოპა ესე იცეკვებენ ჩვენ ჯინაზე და ჩვენ კი ბაბუო თქო რაღაცები ეს გვაცეკვეს რა პრიმიტიულად აზროვნები ესა ხო ეს უნდა სხვა აი ხო მეტი ხო ვერაფერი ვერ მოხდებოდა არა ხო ეს უნდა მომხდარიყო რა ეხლა რატო ვერ მოხდა ესა რომ ვერ მოვიდნენ იმდენი მართლა ეხლა ეს ეგრეც არ არის რა მართლა ეს ხალხი შვილები მოიყვანეთ ხო და გაზი უნდა გაუშვას ასია შვილები მოიყვანეთ საქმე ჭირდება გაიგე საქმე ჭირდება შვილები მოიყვანეთ საქმე ჭირდება ნაძვის ხეუნდა ისე გავწიოთ იქით გაზით უნდა გაწიოთ გავწიეთ ისე დავასისხლენ და აქეთ ჰოპა უცბად იცეკვებენ აინთება ესა წავლენ რამე და მაგრამ რამდენიც მოგროვდნენ ის რაოდენობა რა იყო 400-500 კაცი ხო იყო ზაგაბრაზდნენ ეგენი მაგისტვის იყვნენ მოსული გაიგე საჩხუბრად იყო კი არა საჩხუბრად კი არა პოლიციას უნდა გაველახეთ მე არა ხო მაგრამ ჩვენ ნაცემზე უნდა ეცეკვათ ახალი წელი რაღაცას იმღერებდნენ სასწაულებს სირცხვილია მართლა არა ხო მეცი და ისი თქმა მინდა რომ აქ აი ამ ნაძვისხეების ასანთება და სახალხო ღონისძიებებს მაინც რო გეგმავენ რა რეგიონებში და ანუ აი რაღაცა აი აურაცხელი რაღაცა თანხები რომ იხა მაგალითად მე ნუცა ბუზალაძის ფენომენი ვერ ამოვხსენი ზოგადად რა ნუცა ბუზალაძე 18000 ლარს გადაუხდიან ახალ ციხეში თვითონ ქალაქის ბიუჯეტს გადაუხდიან ქალაქის თლიან ბიუჯეტს გადავინმე ნიკა ნიკვაშვილს 53000 ლარს ჯგუფი მიქსტურა არც ვიცი ვინ არის მაგრამ 28000 ლარს იღებს ჯგუფი მიქსტურა არის მგზავრების ნაცვლად რომ იმღერა იმ სკვერის გახსნაზე ეს ის ჯგუფი ნუ ღამის შოუს ბენდი რაღაცა მიფრინავს 110000 ლარზე მუშაობს ოჩა ძალიან გაუძვირებიათ ბიჭებს არა მაქვს საშუალება აი რაღაცა არ იყო ხოლმე ამდენი ადრე იყო ხოლმე 3-5000 8000 ესე რა 11 მაქსიმუმ ეხლა ნახე ძალიან გაუძვირებიათ რატო იცი რატო ბიჭო ბოლო ახალი წელი რატო ამდენ ფულს რატო გეუნე ბოლოა ძმაო და როხდებში ისევ შენიქნები ვიცი აი და კაია იქით ეგარ არის გაიგე გარანტიები ეს მაღალი ალბათობით ბოლოა და ცხადია ძვირია საბაზრო ეკონომიკის კანონები ყველაფერზე ხო ზუსტად ერთ ბაზრის უხილავი ხელი კი თან ხალხის ფულია სხვათა შორის და ხალხის ფულის ხარჯვა იციან ყველაზე კარგად ამათ ხო ძალიან მაგრამ ხალხის ფულის ხარჯვა ჩემი საყვარელი კორუფციული სქემა არის ერთ-ერთმა ჩვენ მახლობელმა მოგვიყვა ნუ მაგ ადრე ნათქვამი ორი ქალაქის მერები რომ დამეგობრდნენ რა როგორ შეჭამონ ფული ანუ როგორ გააკეთონ ფული ხო ორი ქალაქის ერთი სადღაც სხვაგან არის მეორე სხვაგან და ერთი ქალაქის მერმა გამოაცხადა ტენდერი მიუსაფარი ძაღლების დაჭერაზე. ხო. მოიგო თვითონვე ეს ტენდერი თავისი ვიღაცის მამ, მეგობარმა. წავიდნენ დაიჭირეს ეს ძაღლები და ამ მეორე ძმაკაცებული ქალაქში გაუშვეს ეს დაჭერილი ძაღლები. იმის მუნიციპალიტეტში გაუშვეს. ეხლა იმან თქვა რომ ძაღლები მომრავლდაო და გამოაცხადა ტენდერი იმან იქ დაიჭირა.
წამოიყვანეს ძეძაღლები ისევ აქ გაუშვეს ამასთან. მე ამან გამოაცხადა ერთი სამჯერ გააკეთეს ექსკურსიაზე დაყავდათ ძეძაღლები ეკეთე. აი საუკეთესოა, ჩემი საყვარელია რა. მაგრა გავს მაგას ერთი ჩემი საყვარელია ეგეთი რომ ორი მუნიციპალიტეტია აქაც. ხო. ერთი მე მგონი კახეთში იყო და მეორე სამეგრელოში. შორიშოს ერთმანეთისგან. მაგრამ ნახე რა ხდება? ხო. აი ამის მერის ძმა იგებს ტენდერებს იქა. და იმის მერის ძმა იგებს ტენდერებს აქა. აი რა მაგარია. ვერ მიპოვით, ვერავე. ძმები გაცვალეს. ჰოპ! თან ამას გასუწყობს ის ნიშა რომ აი ეს პროპაგანდა რა ანუ შენ ხო უყურებდი ხო ძირითადად ორ თემაზე მუშაობენ რა ოცნების წევრები ყველა არჩევნებზე ესია რა ანუ ეს არის ხო ომი და ანუ ეს არის ორიენტაციის თემატიკა რა გაგებება გათხოვება შემოსევა აი ნახევანო რა უყურე შეხო მათემატიკოსი კაცი ხო ხარ წარმოიდგინე მართლა ადამიანებს ხო იცნობ შენ გარშემო მართლა ჰალა ყველა ხო ვიცნობს აი ადამიანი ვისაც ომი უნდა აი ეგეთი ხო აი რამდენი პროცენტი შეიძლება იყოს რეალურად რა რა ვიცი ცოტა ძალიან აჰა 0.1 მართლა რომ ომი უნდა რა რომ გძღვინავს რა რომ 0.1 ომი უნდა რა რამდენი პროცენტი შეიძლება იყოს აი რამდენი 1%-ზე მეტი არა შანსი ხო არ არის წარმოიდგინე ახლა ადამიანი ვისაც უნდა რომ ყველა გაგაგეოთ ძმაო აი ეგ მუღამია ხო მე რა მინდა აი ეგ მინდა რომ ყველანი გეები გაგხადოთ აი ეგ მინდა გაიგე გაგევება მინდა ხო შეიძლება რომ ეგეთი ადამიანი არსებობდეს მართლა ხო რომ უნდოდეს რა რავი იქნებ გეი ვარ და მინდა რომ ყველანი გეები იყოს რა აბა მარტო მე ხო არ ვიქნები რავი მე რაღაცა мотиваცია შეიძლება გქონდეს ვიღაცას რომ ყველას გაგევება უხ ასა კაი ბიჭია მაგრამ ნეტა გეი იყოს რომ გაიფიქრებდა აი რამდენი პროცენტი შეიძლება იყოს მოსახლეობის ეგა ძალიან ცოტა 0.00000 1%-ზე ნაკლები ეგ ეხა წარმოიდგინე ადამიანები რომლებიც აი ორივე უნდათ ერთად გაიგე ეგ რო ემთხვევა რა რომ თან უნდა ომი უნდა და თან უნდა რომ ყველა გააგეოს გაიგე აი ეგეთი ადამიანი შეგიძლია წავა თან და თან კაი ეგეთი აი რანაირად ვიზია გავენ რო ეგ თქვან რომ აი თქვენ ყველას მაგათ რამდენი ხართ რავი 100,000 200,000 5,000 ერთი ხარ ეგეთი რომელსაც გინდა ომი დაიწყოს და თან ყველა გავგევდეთ ანაირად ანუ ვაფშე რა თან მიმდევრობით უნდა გინდა ჯერ ომი გინდა და თუ ჯერ გინდა რომ ყველა გაგევდეს მე მგონი პირიქით ყველა თუ გაგევდა მე ომში ნაკლები მრისხანება გექნება შენ მხარეს გაიგე და მეტი ემპათია ომში მეტი ემპათია არაფერში არ ჭირდება მეტი მრისხანებაა საჭირო ალბათ უფრო პირიქით რა ჯერ უნდათ რომ ომი და მე დავჭედით გავგებდეთ კაი კიდე ეგეთი ისა აქვს ტერმინი ლიბერალური ფაშიზმი ხო მაგასაც არასწორად ამბობენ რატო ეხლა გეტყვით მართლა სიტყვებს ხო თავისი მნიშვნელობა გრამატიკა წესი აქვს რა მნიშვნელობა კონკრეტული მათემატიკასავით ზუსტია რა ლიბერალური ფაშიზმი იცი რას ნიშნავს? ნიშნავს ფაშიზმს, რომელიც იქცევა რბილად. ანუ იდეოლოგია არის ფაშიზმი, ხო? მაგრამ აი ესე რა რბილად რა შენ კი მოსაკლავი ხარ, მაგრამ მოდი ვიცეკვოთ. აი გარი ლიბერალური ფაშიზმი რა. ეგენი რასაც გულისხმობენ, მაშინ მაგას უნდა ამბობდნენ ფაშისტური ლიბერალიზმი. აუ შეუსწორე. ეგ დაგვიძახეთ ბიჭო.
გაიგე, ანუ ეს არის ლიბერალიზმი, იდეოლოგია, რომელიც თავს ავლენს ფაშისტური მეთოდებით. ბოროტად, გაიგე? იმიტომ რომ ლიბერალური ფაშიზმი, იცი რა არის? ლიბერალური ფაშიზმი ნიშნავს საუკეთესოს ფაშიზმთა შორის. მართლა. მაგას ნიშნავს რა, რომ ეს არის საუკეთესო სისხლისღვრა. ხო. აი, დაახლოებით მაგას ნიშნავს რა. კი ბატონო, კაი იყო. მოდი ცოტა გავალაითოთ. ის ძეგლი თუ ნახე რუსთავში რომ დადგეს. 64-ის კარიბჭე. ესე დაარქვეს. აი ხა ამიხსენი, რომ ქალაქში სადაც არ არის წყალი რანაირად შეიძლება იყოს 64-ის კარიბჭე. წყალი გავუკეთეთ ხალხს. და 64-ის კარიბჭეს მივაგნებთ ინდივიდუალურად, მერე ანუ ვერ მივაგნებთ. ეგ თქვენი საქმე არ არის. აი ხა რუსთავის მერიამ რატო უნდა მაპოვნინოს 64-ის კარიბჭე. ეგ ჩემი და აი მაქსიმუმ მოძღვარი დაგეხმაროს რა ყველაზე ორთოდოქსული გაგებით ხო? რა შუაშია მუნიციპალური სამსახურები მაგასთან და წყალი ახლა უნდა თქვენი საქმეა რა. შედი შეფასება მინდა თვითონ აი ბიზნეს ფენომენი რა ხო ზოგადად ხო ჩვენ ვაკვირდებით ხოლმე რომ როგორ მუშაობს და რაღაცას რო იტყვის და ნუ ეს რო უკვე ჭეშმარიტება და ეს ჩვენ ღვთაებამ თქვა რა ანუ აი მაგალითად ბოლო ეს ყაველაშვილის წარდგენა ხო ანუ არგუმენტი რა აქ ქონდა რომ ლამაზია ანუ ჰაბიტუსით არის კაი ჰაბიტუსის ანუ კაი შესახედაობის კაცი კიდე იცი განათლება რაში ჭირდებაო ხო დავით აღმაშენებელსაც არ ქონდა უმაღლესი დამთავრებულიო ბიჭო დავით აღმაშენებელი იყო პრინცი ხო გაიგე ბავშვობიდან ზრდიდე რომ ესა 16 წლის რო გახდება მეფე უნდა გახდეს და ასწავლე მეფობას ეგრე გაზარდეს ხო ყოველას დიდე რო კრაიზე გახსნილიყო კარგად ბიჭო მთელი ეგ პერიოდი სხვა რამეზე აქ ნაფიქრი მაგკაც რა ხო ქვეყნის მართვაზე ხო არ შეიძლება მაგის შედარება იმასთან არასწორია ერთ პატარა თემასაც შევეხები მე დავამთავრე. ტელეკომპანია იმედში მუშაობდი. კი. ხო ეს ხო ისეთი პერიოდი 2006 წლები დაახლოებით. ხო იმიტომ იქაური ამბებს ხოლმე ანუ ეს ცოტა ბიუროკრატიულ ამბებს ხო აი მე მგონი ახლა ეგეთ სისტემაა ახლა დარჩენილი ხო იმას ვერავინ მოშლიდა. როგორი ის იყო იცი რაღაც სისტემები იყო აწყობილი აი მაგალითად ერთხელ დაგჭირდა წვიმის ხმა რო დაგვედო რაღაც მონტაჟი რაღაც კადრზე რა და ამ წვიმის ხმაზე და რაღაც მივედით აი ეგ არის აუდიო განყოფილება იქ უნდა მივხვიდეთ და მივედით რომ გამარჯობა კაცი ზის კომპიუტერი აქვს წინ და მაგ პერიოდში MP3 უკვე არის MP3 ფორმატი. არსებობს უკვე რა. არის კომპიუტერში ყველაფერი გაქვს, როგორც გინდა ეგრეა. და უთხრეთ რომ წვიმის ხმა გვინდა. ხო და ეხლა ველოდებით რომ გვეტყვის რომ ეხლა ჩაგიგდებთ რავი რა უნდა. ესა მაიცა და კომპიუტერი გახსნა. ამ კომპიუტერში გახსნა Word-ის ფაილი. ასკროლა დიდია. აბგ ეს მიყოლებით ხმები რისი შეიძლება იყოს რა. ყველა ბგებ ოკეანე ტალღა ეს რა ამბაის მიღე აზე აპტარი აპტრის ხმა და ესე უწერია სახელები და გვერდზე ნომრები რა და წვიმის ხმა მიაგო წვიმის ხმა და ამ ნომრებში ამოიწერა ქაღალდზე ნომერი რაღაც 11 მილიონ 07 9 რაღაცა ძელი ნომერი, იმიტომ უზარმაზარისია წარმოიდგინე ხო. თითოეულ ხმას რაღაცისას აქვს თავისი კოდი მინიჭებული რა. ფაილი კი არა. კოდია Word-ში. ამოიწერა ეს ნომერი მე დგება კომპიუტერიდან ადგა. და მივიდა დიდი კედელი მე შევამჩნიეთ ეს კედლები არის თავ თაროები და დევს
დისკები. CD, ესე ის დანომრილი. ანუ 001-დან 11 მილიონი რაღაცა და ამ ნომრით ეს. რაღაც დისკი და წვიმის ხმა. ეს ბადახვარი გეთე და დისკი გამოგიხდი. Yes. ეს პონტი რა, ეს დისკი წამოვიღეთ. მე რომ დაბრუნო. ისე იქურა შედოს. გაიკარგება, ვიღაცა კიდე მივა. წვიმის ხმა ეს ამოიწერს, მივა მოძები არა. შეხარე რა კომპიუტერში. შეხარე რა კომპიუტერში, რატო? ბიჭო, წარმოგიდგენია რომ ეხლა ეს რო შემოვიდა MP3-ები, ეს ყველაფერი ისევ კომპიუტერში მილიონი რაღაცა ისე უკან შეწერა კომპიუტერში, აი სასაულია. მიშა, ბოლოსკენ მაინც შენი შეფასება მაინტერესებს, ხა ჩვენც მოდივართ ვამბობთ და პროტესტებთ ამას, რომ ხა ძალიან ბევრი ადამიანი, რომელიც ხა ესე ყავთ გამოკეტილი ციხეში, ხა ჩვენი სცენარისტის თანამშრომელი ზონისე ცხადაძე რაღაცა ჯოხის როლის გამო, რომელიც არავის არ მოხვედრია, ამის გამო აქვს რაღაცა მუხლები მოფიქრებული 4-დან 6 წლამდე და ნუ აი რაღაც იგიჟეა რა, ხო ხტები? რავი, ეხლა მართლა აღარ შეიძლება. იმიტომ რომ ეს თუ დაკანონდა, ნიშნავს რომ ეს მოსულა რა. ეგ ნიშნავს რომ რავი, გვიტყაპუნებენ და ჩვენც ეგრე ვიქნებით რომ ოკეი, გვიტყაპუნონ. ეგრე ვერ ვიცხოვრებთ. გამორიცხული. თავისუფლება ყველას, ოკმელას თავისუფლება კიდე. და ონისეს და ყველას. შენი შვილი ამხელა? ისა, მიშა? 5-ის გახდება ეხლა. 5-ის გახდება. გოზინაყი უყურს, ახალი წელი უყურს თუ არა? ყბილი. ბოლოსკენ მინდა საჩუქარის გადმოგცენ, მესმის რომ ახალი წელი ეხლა ისეთი ახალი წლები არა გვაქვს როგორც ჰქონდა ხოლმე და სანდომისგან ეს ორი არის ჩოლებული გოზინაყი რომ მიირთვათ სახში ახალი წლის სუფრაზე ძალიან კარგი იქნება. ბედნიერი ახალი წელი გქონოდეს, აი მართლა ბედნიერი ახალი წელი და კი იცით ეხლა რას ნიშნავს? რას ნიშნავს ამ ახალ წელს ბედნიერება, რა შეიძლება მოიტანოს და ერთ-ერთ პარამეტრ. კი ბატონო. ძალიან დიდი მადლობა მიშა მშვილდაძე იყო ჩვენი გადაცემა. მადლობა მიშა. გადაცემის პარტნიორია Coca-Cola.